მოგესალმები ზურა კიდევ ერთხელ ესე ოფიციალურად ხო ხედავ როგორი რაღაც მოვაწყეთ. შენიერი რავი აი სანთებლა გაქვს თანამშრომლებს გავუკიდოთ. კი გავუკიდოთ. რაღაც ისეთი მე მგონი ძალიან მყუდრო გარემო მოეწყო. შევიქმნით ხო რაღაც მოვიწყეთ. პირველი სტუმარი ხარ ჩემთან ეხლა ესე ოფიციალურად ამ არხის დასაწყისში. ძალიან სასიამოვნოა მართლა ხო? კი. მე გავუკიდე. აბოცდი და მე აი იქნება გავატანია. ვითომ? დაიწყე. всё ხო? კი. პირველი ვარ? ანუ ეგრე გამოდის იდეაში, იმიტომ რომ მე და იმედამ რაც დავიწყეთ დისპეჩინგის გარშემო. ხო, და თან დისპეჩინგის არხი არის და ეს არის სულ პირველი არხი. სულ პირველი სტუმარი ხარ ჩემთან, სადაც შეგიძლია რა ხა? ხო არ გადავალ, რა მაგარი. იუბილე რა სახე ჩვენ გავხსენით. ეს სურპრიზი იყო სხვათა შორის. არ იცოდი ეს? არა, იმენა პირველი ესეთ შეას გამოუცხადე, ხა იმენა დავიცოდე. კაია რომ პროცესში გავიგე. კი. ესე დავდიოდი ადამიანებს ვაგროვებდი და შენი ყავი პირველი კანდიდატი რომელთანაც მოვედი, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს იცი ღვინო თვითონ და ანუ შენ რო გაქვს მაგისში გამოცდილება, რავი ხა ბავშვობიდან რო გამოვუყეთ, აი სულ სკოლიდან რო მოყოლებული, ყველა ხო ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ უნივერსიტეტში რო ჩავაბარეთ და ანუ რაღაცნაირად ჩვენი გზები გაიყო რა. ან რუსთავში კი ვნახულობთ ხოლმე ერთმანეთს, მაგრამ შენ სადაც ვიყავი? ინტერესების მიხედვით ხო. სხვა უნივერსიტეტში ვიყავი, მე სხვა უნივერსიტეტში ვიყავი და ძალიან კარგი თავგადასავალი გავიარეთ. რომელმაც აქამდე მოგვიყვანა ეხლა და ძალიან საინტერესოა შენი კუთხით დანახული მით უმეტეს რომ აგვიხსნა ჩვენ ყველას ღვინის სამყაროში ვაფშე რა ხდება რომ გაგვარკვიო და ბიჭი ვარ რა ძალიან ბევრი ბიჭი იქნება დარწმუნებული ვარ ვისაც გაუსწორდება რომ გოგოსთვის არჩიოს ძალიან ხარისხიანი ღვინო და რაღაც დეიტისთვის რო წარადგინოს და რაღაცა ეგრეა თან აი მასე სიტუაციას ყოველთვის ახლა რაც არ უნდა იყოს, მაინც პირველი ღვინო გახსენდება, რომ თუ რაღაც რომანტიკული საღამო ან რამე ისეთი მოწყობა რო გინდა, ღვინოსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ყოველთვის რა. ხო და? არა მარტო სხვათა შორის დეიტებზე, არამედ კორპორაციულ შეხვედრებზე. რა შენ დეიტი ახსენე ხა, პროსტა ბიჭების თემა რო აბა. აი ვამატებდი რომ ბიზნესმენებიც მაგალითად აი რესტორანში რომ მოხდე ისეთ ადამიანებთან ვინც მართლა გარკვეულია ღვინოშიც და თვითონ მის მოყვანაში ასე ვთქვათ შექმნაში და ასე შემდეგ რა თუ იცი და კვალიფიციური ხარ კარგი ხარისხის ღვინოს ამოცნობაში ძალიან ბევრი გეთქმის რა ეგეც სამყაროში კი ძალიან ბევრს ნიშნავს კონკრეტულად მაგ მიმართულებით რა და ზოგადად ხალხისგან ძალიან დიდი ინტერესი აქვს და მოწონებებსაც იმსახურებს ხოლმე რა ის ადამიანი ვინც მაგას ესე აღმოაჩენს თქვა თან მიმართულებას ვიცემს და აკვალიანებს ან რაღაცას ხშირად მომსვლია მომწევია რა ეხლა მაგსაფარში ვინც იცის ხო რომ მაგსამ გინდა მეგობარი იყოს ან გინდა სფეროს მოყვარული ან რაღაცა უკითხავთ ხა ჩემთვის რა თქმა უნდა და მაგარი პროცესია თან ხშირად ვამართლებ ხოლმე მაგ მოლოდინებს ვისაც რა მოლოდინი აქვს რა ხო და ნუ ეგ ჩემთვის ერთგვარად სასიამოვნო ფაქტი არის რა მით უმეტეს პროფესიულადაც რომ მიყვები ჩემთვის მნიშვნელოვანი არის რა გაამართლოს რა მოლოდინი ხო არა პირველი ვისთვისაც ხარია ხოლმე ხო ძირითადად ეგ ხდება ხალხია მომხმარებელი იდეაში ღვინოსი და გინდა არ გინდა ვინც ოდნავ ინტერესს გამოიჩენს შენი მოვალეობა არის რომ რაღაცნაირად დაინტერესო უფრო ჩართო და მოდი თან დამაინტერესე უკვე რაღაც ბოთლი გაქვს მოტანი რომელიც არ ვიცი რომელი ღვინოა და შემოყვანა სტუდიაში კი მე მგონი რომ გაგვისწორდება მეღვინეობა პირველის ქისი ქვევრი რა ეს მეღვინეობის როგორ მეღვინეობა პირველი ესე ქვია ჰა წარმოებოს თვითონ? ხო, რა, ესეთი მეღვინეობა და სხვათა შორის ამ მეღვინეობის ანახე, კამერაში კარგად გამოჩნდეს. დაინახეთ კარგად. სხვათა შორის ეტიკეტი მომწონს, მაგრამ და ის უთა ქართული თემატიკა არის. ნახე, აი, თოს დააკვირდი შენი შთაბეჭდილებები მაინტერესებს, მაგრამ რა. ძალიან ისეთი სადა ზედმეტი ოფიციალურობების და გადატვირთულობების გარეშე, აი, პირდაპირ ძლევა ასე ვთქვათ ინტერესს რა და გელაპარაკება ღვინოზე პირდაპირ. კი, აი ძალიან პატარა ორნამენტები და ქართული თემატიკაა თავად. და ჩვენს პირდაპირ ქართულ თემატიკას ფორმებით, ქვევრის ფორმები არის. ქვევრის ფორმა ესაც ძველი ქართული სახლები, პატარა ისეთი საყვარელი სახლები მდელოებზე ეგეთი თემა, ცოტა გორა რაღაც ისეთი ამბავია რა. ქართული ზღაპარია. მართლა ძალიან კარგი ეტიკეტი. ქართული ზღაპარია.
კარგი, ეხლა მოდი გავხსნათ. სხვადასხვა მეღვინე არის გოგი დაქიშვილი, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მეღვინეა. ძველი სკოლის წარმომადგენელი არის. ნუ თავის საქმის დიდო სტატია რა და გვინოებს ამზადებს ნამდვილად რა. ეს ახლა რეკომენდაცია გაუწია 20 ადამიანს ხო? ხო, აი როგორი რაღაცაა, იცი? ღვინის სფეროს მიმართულებით ვინც არის ხა მოყვაული ჩართული თუნდაც ამ ნებისმიერი სფეროთი, რავი, წერალი იქნება ღვინოზე, ან რაღაც ჟურნალისტი იქნება, რაღაც მასეთი რა, ნებისმიერი. გოგი მაინც ყველა მიცის რა, იმიტომ რომ საქართველოს ერთ-ერთი წარმატებული დიდად ჩემი რეკომენდაცია აღარ ჭირდება რა. მაგრამ მაინც გავუწევ რეკომენდაციას, ვინც არ იცის რა. ანუ რა ხდის ესეთ განსაკუთრებულს ანუ აშკარად თავისი მეთოდოლოგია აქვს ისეთი, რომელიც თითქმის რომლის იდენტურობაც საქართველოში არც იძებნება და არც გამოსდით რა. ნუ აი რაღაც კონკრეტული კლასიკური ღვინის დამზადებაში თავისი ხელი აქვს, ანუ აი კლასიკური ევროპულ სასაც ეძახიან ხოლმე. მოდი გაგაჩერებ ახლა და ხანი. ნახე ჩემთვის როგორც არ გარკვეულში ეგეც სამყაროში რა, რთული არ დაგეწიო სახელებში. ამიტომ ჭირდება როგორ რაღაცა, აი მაგალითად თუ მეუბნები რომ ეს გოგი ხო? არის ძალიან კარგი მეღვინე და კარგი ტექნოლოგიით გამოირჩევა რაღაცა განსხვავებულით. ანუ ცოტა ჩამიღრმავე რა ტექნიკაზე საუბარი თვითონ ღვინის დაწურვაზე, დროზე, ტექნიკაზე თუ ანუ აი რა ხით რა. ნუ თლიანი ცოდნა გამომჟღავნდება. რა ხდის უნიკალურს, კაი გამომყვანს აი ეს დამანახო რა. ხო. ზოგადად რა თქმა უნდა. ნუ ჩიქებით უნდა დავასხო. იმათ. შემოვიყვანოთ ჩიქებიც. როგორი განათებები მაქვს და როგორი ფერებში არის ყველაფერი. ეს კოჰორტი დავსვათ ცოტა ხანია, ესე. და ნელა ჩამოვასხათ. ხო და. სანამ გადახოლმავთ ეგ დაიმახსოვრე. დაიმახსოვრე აუცილებლად. ხო. როგორ ასხოთ ღვინოს გვასწავლა. მცირე ეტიკეტირება გავაკეთოთ ღვინის? დიახ, ანუ აი როგორ უნდა დავასხა proper way როგორ არის. სწორად. ხო, აი, ნახე. თლად ყელში არ უნდა კონდეს ხელი მოკიდებული, თან ღვინის ბოთლებსაც გააჩნია ფორმას რა. სხვა ფორმირების ბოთლები არსებობს და ყველას თავისი ყელი და მუცელი აქვს, ასე ვთქვათ რა. ეხლა ამასთან ქვევრის ფორმა აქვს თითქოს მიცემული. ქართველი მეწარმეები ქვევრის ღვინოებზე ხშირად იყენებენ ესეთ ბოთლს, რომ აი დამახასიათებელიცაა რა. და თლად მუცელზე უნდა იყოს ეტიკეტის მიდამოებს არ უნდა ეხებოდეს რა. აი ამის ქვემოთ არ უნდა იყოს სადმე ხელი მოკიდებული ესე ზოგადად რა. ზღვარზე შეგიძლია დაახლოებით. და არც თლად აი ეს ხელით მოკიდება არ შეიძლება რა. ესე არ გვინდა ხო? კითი აქ გავუკეთე და რაღაც. ესეც ქვემოდანაც ეხა ამას კი აქვს სიღრმე სხვათაშორის ამ ბოთლს, მაგრამ არსებობს კონკრეტული მომენტები, მაგას სადაც იყენებენ ხოლმე, დიდად ეგ არის ეტიკეტი. ანუ მე მინახავს რა ესე ასხავ. და ხო, ნუ თავარი, ვისაც უსხავ. როცა რესტორანში მაგალითად სომელიე უსხავს მომხმარებელს ასინჯებს და მე ისეთ ემსახურება ვთქვათ. ეტიკეტი უნდა ჩანდეს მისკენ, ანუ უნდა აჩვენო რას უსხავ რა. მიმართული უნდა იყოს. მიმართული უნდა იყოს მისკენ და ეხა ამ მომენტში მაგალითად კამერისკენ მიმართავ ხალხს. კარგად დაინახოს და შენ სკენაც ესე ნელა მოვატრიალებ, ხა? რა ფერი აქვს? ხო, აი ეს არის ნაღდი ქარვის ფერი. ჩიქის სწორი ჭერა როგორ არის, ახლა ნუ ცოტა ის ჩიქა, მაგრამ ჩიქაზეც გეტყვი. ახლავე. ეს უნდა მეჭიროს? ეს აი აქ. მგონი ყველაზე make sense, ხო? ხო, დაახლოებით, ნახე. ღეროზე უნდა გეკიდოს ხელი რა. ესეც ხანდახან დასაშვებია ხელის მოსანაცვლებადან რაღაცა. ეს ამისთვის არის? ეს დასადებადაა რა. ეს იდეაში აკეთებენ ხოლმე. ვითომ ხელის ჩანაცვლება და რაღაცა, მაგრამ წარმოვიდგინე დეგუსტაციაზე ხას რაღაცა და ან საზოგადოება სადაც ღვინოზე საუბარი მიდის, ასეთი თემა. აი ესე თითქოს მე მიღებული, ანუ ეტიკეტირების მიხედვით ვიძახი თორე ხა ვიღაცას უნდა დალევა უბრალოდ ეს ხელი მაგრამ პირველი მნიშვნელოვანი საკითხი მუცელზე არ უნდა ეხებოდეს ხელი, ესე არ უნდა გეჭიროს. თითები რო არ დაარტყო თითები, ხო. ჯეისედაც არა ესე ტიპური არის და არც ანუ როცა საუბარში ხარ, როცა
რაღაც მოძრავი მოქმედებები იქნება, ინტენსივობა არის და ხალხს ესაუბრები და ხსნიან რაღაცას ან გეკითხებიან ან რაღაც მასეთი თემა. ანუ უბრალოდ მეგობრული საუბარი მიდის კოლეგებთან ან რაღაც მეგობრებთანაც, მაინც ესე ჯობია რომ ამ კონკრეტულ ჭიქაზე ხა 3 თითით საკმარისია. და ის რა ქვია? არის ხომ ეხლა ჭიქებს გააჩნიათ, ან თეთრი ღვინის და წითელი ღვინის ჭიქების განსხვავებულია სქრიალა ღვინის ბავშვი თავისი შესაბამისი ჭიქა ჭირდება. ეგ თავისთავად ეხლა ეგეთი მასტერ კლასები ხო არ გვაქვს. ხო, ამ პატარა ჭიქა. ნუ ესე რა, მაქსიმუმ 10 თითიც მიახვაო და ეს სხვა შეიძლება მე მაქვს დანერგილი. ჩემი ხო, მე მოუძებნე არა თითს დატვირთვა სხვათა შორის ბეჭდის გარდა რა. ჩემი პროფესიულიდან გამომდინარე მოუძებნე, ამას ესე ახმაობს ახლა ჩემი კოლეგები ახმაობენ იშვიათად რა. დიდად ხო რა, და აი თითქოს საყრდენს უკეთებ აქეთან ფერიდან რა. ეს თითი ესე მოვდო და დაიჭირო ეს. ხო, და ესე საყვალოდ რა. გაუმოძოს. ანუ მოდი ჩაკენი. მართალი დღევანდელ საუბარს. კი. ახალის დასაწყისია და ახალს გაუმარჯოს სიმართლე გითხრა რა. მე გაინტერესებდა ფერი შენ. ხო, ანუ ნახე, არ მოვიდგინოთ სიტუაცია, რომ მიხვედი ღვინოს დეგუსტაციაზე რა. და გინდა რომ მაგარი ტიპი ხარ რა და თან თავი წარმოადგინე. მე არ ვარ სომელი არ ვარ. просто მაგარი რაღაცები მესმის და მინდა რომ თან მეტყობოდეს რომ მესმის ხო ხდება თემაში რა. აი ხა მაგათი ჭიქა, აი ეს რო იტოვებს წვეთებს. რას მეტყველებს ღვინოზე? უნდა უსუნო მაგათი თავიდან და როგორ უნდა უსუნო? ახლა მაგათი ესე ოკეია თუ რაღაც მომენტში ესე სუნაო? ნაზად ჰაერონად საკმარისია. და დროის ინტენსივობას მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა რა. რაც უფრო დიდი ხანი ხა ძალიან დიდი ხანი და ესე ხა წვირი არ უნდა ჩაყო შიგნით მაინც და მაინც. აკეთებენ მაგასაც. მაგრამ ეგ არის ისა, ანუ თუ საჭიროა ღვინის სპეციფიკა თუ მოითხოვს მაგას, მეც ჩამიყვია წვირი ბოლომდეგას და ამას აი ხა იმას ქვევრის არომატი მოაქვს. მაგას ხვდები. მაგრამ აი რომელი ღვინის არომატი მოაქვს? იცი რა არის საინტერესო, ქვევრის არომატი რა არის ინდივიდისთვის რა. აი ეგ არის საინტერესო, ხო, ანუ ქვევრის არომატი რატო დაუძახე რომ მაინტერესებს? არ ვიცი, აი რამდენჯერაც ქვევრის ღვინო დამილევია და სხვა ღვინო დამილევია, აი რაღაცნაირად ქვევრი ხო ვიცი როგორი არის თვითონ ვიზუალით რა და რამ ყოფილვარ ქვევრებთან და აი საცავებში რა ღვინის და ანუ რაღაცნაირად ის არომატი თითქოს არ ცხვირს დაამახსოვრდა და აი ხო ეგ ეხა ისაა, რა თქმა უნდა, ცხვირის მახსოვრობა. ხო რა, მე სხვა არ ვიცი, მე მაგდენი შენ ხო რა თქმა უნდა, ყურძნების ამოცნობა იცი, აი ღვინოს რო დასუნო და მიხვდე რომ ყურძენია? კი. მithumetes რაც გავრცელებულია და ხშირად მოხმარებადი ყურძნის განდამზადებული ღვინოები არის, მაგათი ამოცნობა მარტივად შემიძლია. და ხანდახარ თულებსაც ვიწევ ხოლმე. დამიდიან მანდ შედეგები. თულებსაც, მაგრამ ანუ შენ ისე ბევრი ყურძენი გაქვს ნასუნები. ყურძენიც ხო, მაგრამ ზოგადად ხო ღვინიდან გამომდინარე იმახსოვებ მე მაგას უკვე რა. და იცი სპეციფიკა ამ ყურძნის, აი თეორიულადაც რო იცი, მაგალითად ყურძნის სად იზრდება, საიდან მოდის, როგორ მე ვენახე როგორ უვლის. მე ტრადიციული მეთოდები რა არის, ასეთი რაღაცეები რა. რაც წარმოადგენს ხო გიქმნის ეგ ისედაც. მე უკვე ხვდები დაახლოებით რაღაცას გამორიცხავ უკვე ეგ უეჭველიო ხდება ჯიშის ყურძენთან. ეგეთი რაღაცეები რა. ეს ოდნავ გეხმარება მე რა. ეგ თავისთავად ხო ახლა შენ ბევრი დრო გაქვს დათმობილი მაგითო ხარ რა, ხო იმენ მართლა მოგვიყვე და გვამცნო და აი საინტერესო მართლა მე ერთხელ მახსოვს რომ მიყვებოდი, მაგრამ ისევ შენივე ღვინით ისეთი მთვრალი ვიყავი რომ არ მახსოვს. ზუსტი ახსნა, აი ესე რო გავაკეთებ. ხო. ანუ იდეაში ესეც მაინტერესებს, როცა გიდევს მაგიდაზე ესე აკეთებ, ხო ხელით? მაგიდაზე ხო, ნუ ხო, ისე ხო რაღაცნაირად. ხო, ოკეი. და რას ნიშნავს ეს წვეთები, რომელსაც იტოვებს ჭიქა? ღვინოზე რაღაცას მეტყველებს. ნახე, აი რაც უფრო სკლადა აქვს რა, წვეთები და ხო, ხდება სამ. რაც უფრო ნელა იწურება. ღვინის მასისკენ რა. სითხისკენ. ესე იგი უფრო მეტი, უფრო მძიმეა, უფრო მძიმეა რა ფასად. უფრო მსუბუქი არის, მაგრამ უფრო სხეულიანია ღვინო. ანუ ნახე, სითხე კი არა აქვს უფრო მეტი, ნახე.
შემადგენელი პიგმენტები, ნაწილაკებიდან ნივთიერებები აქვს ისეთი, უფრო მეტი, რომ ანუ შედარებით უფრო სხეულიანი ღვინო ესე იქნება. ხა, მივხვდი რა. და ხა ის იდეაში რა ის ქვევრის ღვინო არის. ხო, და სპეციფიკა რა არის, მან იცი, ქვევრი, ხა მაინც და მაინც რაღაც მეებს კი არ ძენს რა, ქვევრი უფრო არის. კი, რა თქმა უნდა, თავისი სხეულზე თავისი სახეც აქვს, გავლენა აქვს, რა თქმა უნდა. ქვევრს და აქვს ასევე არომატზეც გემოზეც, მაგრამ იმდენად არა, მან რა მუშაობს, იცი? ჩვენ აქ საქართველოში ქართველები ვეცახთ სოფლიო ესე იცის, ქართული ტრადიციული მეღვინეობის მეთოდიაც არის, ნახე, ჭაჭაზე, ნახე, სრული ჭაჭაკლერტზე დავარგება ღვინის რა, დადუღება და დავარგება. ჭაჭაკლერტზე? ხო, ნახე, მარცვლები, კლერტია ჩონჩხი, ყურძნის ჩონჩხი. ოკეი, ყურძნის ჩონჩხი. ხო, ოკეი. მარცვალი თავისი კანით, თავისი წიბწით, თლიანი მასაა, დურდო. დურდო ესე დურდო უკვე არის უკვე როცა დაწურული არის და დუღილს იწყებს რა. ოკეი. მადუღარი მასა არის დურდო. დასაყარებელი სახელი ქვია დურდო. დურდო, ხო, და დურდულია. ძველ ქართული სახელი. ხო და მე არ ვიცოდი დურდო, თქვენ თუ იცოდით საერთოდ? ხო, აკადემიურად ეგრე გამოიყენება დურდო რა, თო ისე ჭაჭაზეც ითქმება მარტივად რა, მაგას ყველაფერს ჭაჭაც ქვია. ანუ ხო, ჭაჭათი არის? ხო, ოკეი. ეხლა უყურებ ხარასთან. და მაგაზე რა ხდება? გადადის ყველა ნივთიერება რაც კი აქვს, გააჩნია მთლიანად კლერტს და მთლიანად ტევანს რა. სითხეში გადადის და ანუ უფრო ხო, ახლა უფრო მდიდარი არის ღვინო. მივხვდი ხო. ჩვენი ქართული მეთოდით დამზადებული ღვინო უფრო მდიდარია, უფრო სხეულიანია, ტანინიანსო იცახე ხო იგია. ტანინიან? ხო რა. ტანინიანი არ გამიგება, მდიდარი გამიგება. ნუ მდიდარი ხო რა, შევაგებინო. და ეს სხეულიანით ძალიან საინტერესო გამიგება. უფრო რთული კონსტრუქცია აქვს რა, უფრო რთული სხეული აქვს, არომატზე უფრო ბევრი რამ ირევა ერთმანეთში და ბევრი რამე ამოსაცნობია არომატზეც, გემოზეც უფრო ესეთი რა, სუყე გედება მთლიან ყელზე და სხვა ასეც ამოცნობა შეიძლება. ხვდები სხვათა შორის? ვიდრე კლასიკური ტექნოლოგიაა რა, ეხლა კლასიკურში ძალიან მაგარი ხარისხის ღვინოებს დებენ ევროპაში, ასეა საუბარი, უბრალოდ შედარებით უფრო მსუბუქია, მაინც რაცა უნდა იყოს იმ ხელასხეული არ აქვს, როგორც ქართული. ხო, ალბათ ისინი უფრო რაღაცა ხო, იქ თლიანად აცლიან კლერტს, არავინ არ შეახებს ღვინოს შანსი არ არის, მარცვალსაც მაგით უფრო ძლიერი ხა ეს მაგალითად? ანუ იდეაში ინტერესად ეს რო შევაფასო. უფრო მდიდარია, ანუ დახუნძლულია. დახუნძლული არის. თეთრი, იმენა მშრალი ღვინოა. ხო, მშრალია, იმიტომ რომ მით უმეტეს ნახე ქვევრი მე საკეთებს თან შეგიძლია ქვევში ბოლომდე არ დაადუღო ღვინო და დატოვოს ნარჩენი შაქრები, ანუ ცოტა სიტყვა კონდეს. მაგრამ მაგის გაკეთებას ჯობია ქვევრი კარგად აკეთებს თავის საქმეს, ბოლომდე ადუღებს. გამოყავს ბოლომდე შაქრები და გადაყავს ალკოჰოლში რა. თავიდან ბოლომდე და გამოდის ესეთი რა. ესეთი სასიამოვნო. ხო, თან ხავერ, აი რაღაც მომენტი ხავერდოვანიც არის, აი ყელზე გედება კარგად რა. მთავარია გამართული იყოს ღვინო. და მე უკვე აღმოაჩინე ხავერს. არა, ძალიან გემრიელია, მართლა ძალიან გემრიელი, ვინც არის თეთრი ღვინოს მოყვარული, ყველასთან რეკომენდაცია, ქისი ხო? და ვისი? ქისი. მეღვინეობა პირველი არის ესეთი თელავში. ძალიან კაი ღვინოა იმენა. ხო და მაგრამ ანუ ეს ახლა თვითონ მაჩუკა მეღვინეობა პირველმა და ახლა გადავწყვიტე აქ დავუმეყო რა. ხო. მიწეული ვიყავი, სხვადასხვა ძალიან კარგი საწარმოებს და ძალიან მომეწონა მათი ბოლოს რო იყავი ახლა გედო კიდე არა. რთველის პერიოდში ვიყავი, ახლა 20-24 წელში რა. ძაღლ ხო და ეს არის რაღაცაზე მინდოდა მე თქვა დამემატებინა წეღან შენახსენე და ესეთი ღვინო ჩემი აზრით არის როგორც საქეიფო, მაგრამ აი როგორც საქეიფო იცი, მართლა ლამას ჭიქებში რო ჩამოისხა, რაღაცა მეგობრები რო შეიკრიბებით ესე ვთქვათ და რომ მოწყობო რა. აი იმენა ესეთი გემრიელი ღვინო არის,
რომელიც გაგატარებინებს და გალაპარაკებს ძალიან საინტერესო თემებზე. ესე აფასებ ხოლმე, ეს ყავს შეფასებული ღვინოები, ან თავისი პერსონაჟებით რაღაცა ესეთი. ეხლა მან განწყობაც მუშაობს ხოლმე. ჰა. რაღაც ეს ამატებულ განწყობაზე თუ არ სასწაული შეფასებებიდან მიდიან, აი მართლა ხო რა. განწყობა უნდა მაინც ასე თუ ისე. ნახე თვითონ ღვინოს გიქნის განწყობას მერე რა. ღვინოს შეყავხარ და გალაპარაკებს თავის. ხო, შენ თვითონ თუ არ ახარ მაინც და მაინც კარგ განწყობაზე. ღვინო მაინც უნდა მოგერიოს. და ღვინო რომ მოგეწონება, წამოიღებს ემოციებს, მერე ის გელაპარაკება, ხო, ეგეთი რაღაცაა, მაგრამ არის ხა ღვინოები, მაგრამ ანუ ხანდახან არ მოაქვს რა, შენთვის შეიძლება ინდივიდუალური იყოს ეს ყველაფერი და ემოცია არ მოიტანოს მასეთია შესაბამისი, მაგრამ ზოგი ეხა შეიძლება არც იყოს ხალისხით კარგი, ან ბიჭო, ყველა ღვინოს მოაქვს ხარისხის რაღაცა თავისი ხასიათი, კი. უბრალოდ რამდენად უკვირდები მაგას, როგორი ხასიათი მოიყვანა. ხო, ყველას თავისი ასე ვთქვათ, მოხმარების სფერო აქვს რა, ყველა ღვინოს. და თავის შეფასებელი ყავს აუცილებლად რა. რა მინახავს იცი? ერთ-ერთ ფილმში ვნახე სხვათა შორის. სახელი აღარ მახსოვს. როგორ არ მახსოვს. სერიალია Netflix-ზე Gentleman რა. და ერთ-ერთ სერიაში მოკლედ დიდარი ტიპები არიან, რაღაც არისტოკრატები ინგლისში და საფრანგეთში. და ერთ-ერთი შავკანიანი მილიარდერი დაპატიჟებს ამ მილიონერ ტიპს თავის სახლში რა და რომ მივა და ღვინა რომ უნდა გახსნას ესეთ რაღაცას აკეთებს, ესეთ ტექნიკაა. ღვინის ბოთლი გამოუტანა, ეს ვინც ყავდა ბატლერი, ვინც ყავდა. ეს ღვინო შუშის ბოთლში იყო ჩამოსხმული როგორც ესეთი. და აიღო რაღაცა ცალკე დაფა, ეს დაფა კი არა და ჯამი. ამ ჯამზე ეს რაღაცა თეთრი სალფეტკისგან თუ რაღაცისგან ფილტრი გააძრო, აღარ მახსოვს რაღაც ბადე თუ რა. ესა ბინტს იყენებენ ხო? ეგ არის ისეთი კუსტარული ადამიანური მოხმარების ფილტრი, ხო? მართლა? ხო, მაგალითად ეს მომენტში კი მოგიწიოს, ხო? მე ეს ბოთლი კარგად გადააფენ იმაზე, სახურავზე და ასხავდა ის დაიტოვებს. სადაც ზედმეტ მასას რა. ზედმეტ მასას დაიტოვებს, ამაში ასხავდა და ეს ბოთლი მთლიანად გამორეცხა რა, გამოასუფთავა ძალიან კარგად და ჩაასხა უკან. და მე რაკიდან დაასხა? ეს რაღაც გაგიგია? ბიჭო, კი. რატო ანუ რატო? ოღონდ რავი აუცილებლობა თანდამისხი. რატო? ხო, აუცილებლობა, ვიცი, ხა იმას შეიძლება დამტკიცება უნდა და რაღაცის და მაგით გავაკეთა. მაგრამ არ ვიცი, გემოს რაღაცა. ან შეიძლება თავისი მიდგომა აქ ეგეთი უბრალოდ სულ იგრი აკეთებს არც ეგ არ გამოიწყება. ხო, ან ალბათ გაგიჟდა რაღაც პროცესში შეუყვარდა ღვინო და რაღაცა ისეთი ღვინო ქონდა ძველი ალბათ ძალიან რა. მე მგონი ძველი ღვინო იყო ხო რაღაცა. ხო, ძველ ღვინოზე ეს არის ადეკვატურია. ანუ ალბათ ბოთლი შუშა რამე შეიძლება უცვლის? გემოს. ბოთლში ძველდება ღვინო, კი. ნახე, არსებობს პირველადი დაძველება, მეორადი და მესამეული არის ბოთლური რა. დავარგების პროცესი. უკვე ჩამოასხო ბოთლში, უკვე აგრძელებს რა. დაძველებას. ოღონდ მაგასაც შესაბამისი ღვინო მასალა ჭირდება, რომ იმას კონდეს მიდრეკილება დაძველებისკენ რა. უკვე ან მოსავალზეა, ანუ თველის პროცესებზეა დამოკიდებული და უკვე ტექნოლოგიური მიდგომები და სტაბილიზაცია უკვე როგორც გაიარა ღვინომ და აი რო ჩამოასხა ეთყობა რა უკვე თუ ხარისხიანი ღვინო არის გაუშვებ რა დაძველებაში წლები კი ძალიან დიდი ხანი ძლებს თქო ვერ გეტყვი რა დღესაც აღმოუჩენია სხვათა შორის 100 წლეულის ღვინოები და ესე მაგრამ უკვე თითქმის აღარც არის ღვინო ის რა მაგრამ აი 15-20 წელი 30 წელიც კი მაგ დროს დაში იდეალური ხდება ღვინო ასიძახი აი თუ მას დაძველების პერსპექტივა აქვს აი 30 წლის დაძველებული ღვინო ის რო შეადა რაც მაგალითად უია საინტერესო ეგრე არ დაგვიდება მაშინ აი ნახე ღვინო დავწურე რა აი 2025-ში და აი ღვინო ას დავწურე დუღილის მერე და ის უკვე მაგალითად ზამთარში დავლია კიდეც რა. ხო ვიცი გემოზე როგორია. ახალი პირველი წლის რა. მაგრამ ხა მას მიუხედა შესაბამის პირობები შეუქმენი, შესაბამის ტექნოლოგიების დავამუშავე და მერე დავბოთლი მაგალითად აი 3 წელს. დაჟე მუხაში დავაძველე მაგალითად რა. მუხაში დაძველებას ერთ-ერთი
წარმატებული პროექტია, ასე ვთქვათ რა. და მე მაგალითად აი 10 წელი ბოთლებში დავაძველე ეს თავის პირობებში, იმას ვაგახსნი, აი სხვა ღვინო, აი ვაფშე ვერ. ესე ეგეთი გავაძროთ ერთი რა. ანუ მე ისე მაინტერესებს. მე ხლა ეგრე ვერ დავიმახსოვრებ როგორც შენ, ანუ მე ესე არ მაქვს განსაზღვრული ღვინო, რომელიც დალეული მაქვს რომელ წელს რა. და ანუ რო გავაძროთ 5 წლის დაძველებული ღვინო და მაგალითად ეხლანდელი ღვინო რა, რა განსხვავება იქნება საინტერესო აი ერთ და იგივე სპონჯი. არა? არ შეიძლება. კი. ეხა ცოტა მოძიება დაგვშიძლება მასეთ რაღაცის, მაგრამ თან საინტერესო იქნება. ძალიან. ერთიანად მივხვდები რა, ამას დალეო და მივხვდები ეგრევე რა რომელია რა. სრულიად დიდი სხვაობა არის. ქიმიურად დამჯდარია, არომატები ბევრად უფრო ახე თავიდან ახალდაწურ ღვინოზე არომატები ძირითადად არის ფრეშ არომატები, რაღაცა ცინცხალი არომატები, პირდაპირ სხალი, ვაშლი, ისეთი ცოცხალი და ვაშლი თქვათ რა ქართულ თემატიკაში მით უმეტეს ხშირია თეთრ ღვინოებს. და აი მე უკვე მაგალითად 5 წლის დაძველებულ იგივე ღვინოს შეიძლება უკვე როგორი რაღაცა ძირითადად უფრო ჩირის არომატები, ცოტა უფრო დამჯდარი და ესე დახვეწილი არომატები რა. წამოიღოს ერთიანად შევიდეს. ხო, ცინცხალი აღარ არის, უკვე დამჯდარია რა. იტყვიო აი იმენა ერთი გაზრდილია. ხო, ხტერასა. თემა. ხო და ქარვის ფერზე გამახსენდა წეგან მე. მინდოდა ჩამემატებინა და და ის თემა და გავიწყე, რაზეც ლაპარაკობდი თავიდან ძალიან საინტერესო. ხო, ეგეც მაგარი თემა იყო. უბრალოდ იმდენი თემაა რა. კი და კაია რა, ღვინო გაძლევს სალაპარაკო თემას, შენ სურვილი გქონდეს. ცოტა მიითვი და გალაპარაკებს აი ყველა შენთვის სასიამოვნო საყვარელ ან საინტერესო თემაზე რა. ხო და თუ უყურებთ აქამდე ვინმე მართლა ღვინო გადმოიდგით და დაიწყეთ დალევა ჩვენთან ერთად მოგუჭახუნეთ. თუ გინდათ რომ უყუროთ ამ პოდკასტს. შეიძლება იდეალურად გაგვიგოთ რა, ეხლა და ბოლომდე აკვეთ, მაგრამ გასა. ხო და ზოგადად ანუ ღვინის ინდუსტრიაში ეხლა ეს გლობალურად იყო ხოლმე, აი თეთრი ღვინო, წითელი და ვარდისფერი რა, ეს საშუალო შუაში ვარდისფერი. და ბოლო წლებში ასპარეზზე შემოვიდა, ასე ვთქვათ, გაოფიციალურ დასავით, ასე ვთქვათ, დაემატა ქარვისფერი ღვინო რა, ქართულად ქარვისფერი, გლობალურად Amber რა. Amber, okay. ხო, ეგეთი ამბავი, ხა ამერიკაში ორენჯსაც ეძახიან. რა მაინც უფრო Amber-ია მიღებული რა. ხო და ხო, ორენჯის დაზახება ცოტა ისეთი. ის ორენჯი ამერიკელების ახირებას გავს ეგ ყველაფერი. პორტუგალი და პორტუგალის ორენჯია რა. Amber-ი მენახე ესავება თან პირდაპირ ქარვისფერს და ეგ სხვათა შორის მაგაში დიდი წვლილი ქართულმა ღვინომ შეიტანა. იმიტომ რომ ნელ-ნელა უკვე კარგად გაიცნო რა მსოფლიო ქართული ტრადიციული მეთოდით დამზადებული ღვინოები ფერს აშკარად ეტყობა რა, გამორჩეული არის. ხო. და კი ეხა ევროპაშიც აქვს ხოლმე ქარვისფერი ღვინოები, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არის ან შემაგრებული ღვინო ან რაღაც ესეთი დანამატებები. ეს რაღაცა ასოციაცია მიიღება. სპეციალური ღვინოები და ეს არის ჩვეულებრივი შვიდი ღვინო, რაც არის ჩვენი ტექნოლოგიით უბრალოდ რა. ხო და დიდი გავლენა იქონია, ასე ვთქვათ, ღვინის სამყაროში. ქართულმა ამ ნაბიჯმა. და თან ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ კარგად აღიქვამს მსოფლიო, რომ აი საქართველო არის ღვინის სამშობლო რა. კი, შორის მეც კარგად აღიქვამს, ბევრი უცხოელი ხდება უკვე ვინც იმენა ან სოციალურ ქსელში ან სადმე პირდაპირ მიკავშირდება და ახსენებს ხოლმე რომ აი თქვენ ხა საქართველოდან რა თქმა უნდა დანიშნულოვანია თქვენი ღვინის წარდგენა ან რაც მით უმეტეს home and wine რა პირდაპირ გეუბნება რა და საყვარელი. კი და სხვათა შორის ეგ ძალიან დიდ ნაბიჯს გვაძლევს და განვითარება უნდა რა გამოიყენე, გააქვს ეს ხალხი ნელ-ნელა უკვე სოფლიოში იცნობს ქართულ ღვინოს და შეგვიძლია მაგ შენ თუ გიფიქრე. კი. რაზე? კონკრეტულად ვიტყვი, ვითომ მე რამეზე მაქვს რა, ხო იცი ყველაფერზე დაფიქრი. ღვინის სფეროში ყველაფრისთვის მსადი. მონება ის გამწდა, მეჯობით ყველაფერზე დაფიქრი. შენ რაზე გინდა თქვი? გაიყო. შენ თუ გიფიქრია შენი ღვინის დაწურვაზე და რით იქნებოდა უფრო განსაკუთრებული? სწორად თქვი კი. რა თქმა უნდა ვიცი. და მივხვდი
ლოგიკურად ეხა მაგის დასმის დრო იყო ალბათ რა. ამდენი თემიდან ხო და მიფიქრია კი. ჯერჯერობით არა მაქვს ჩემი პირადი წარმოება. რომელს გამოარჩევდი, როგორ გუნდს გამოარჩევდი, როგორ ღონეს მიდგებოდი, რა გინდა, რა ემოცია გინდა რომ გამოიწვიო ხალხში და რა ტექნიკებს მიმართავდი, რო გქონეს ეგ შესაძლებლობები რა. ხო. ძალიან საინტერესო კითხვა არის, იმიტომ რომ ხო, სხვა ხრიდან მიფიქრია რა. თუმცა მაინც მიზიდავს ხო იმენა გეუბნა მაინც მიზიდავს ქართული თემატიკა ხო ოღონდ რა თქმა უნდა ძალიან სურვილი მაქვს რომ მაღალ ხარისხში წარმოვადგინოს ყველაფერი რა მაგრამ ხო მან შესაბამისი უკვე მე შესაბამის მარანი ტექნოლოგია მაგებს არ ვიტყვი რა ხო დაიკიდე მაგებს არ ვიტყვი რა ტექნოლოგია უფრო ემოციაზე წავა ხო უბრალოდ აგვიწერე ის ღვინო რომელიც შენ გიდა რომ შექმნა ტექნიკის საკითხი ისეთი პონტი ანუ მე მაინც ვერ გავიგებ რა ანუ ეგ შენი საკითხია შენ ვიცი რომ თუ ამ ღვინოს აღმიღწე რაც გინდა რომ გააკეთო მაგას გააკეთე და ანუ მაგაში დარწმუნებული ვარ ნებისმიერ ტექნიკას გამოიყენებ უბრალოდ მოგეცსა ეგ ტექნიკა როგორ ღვინოს შემომთავაზებდი რა ფერისას და რა ემოციით რა ფერი აი ეს ძალიან მომწონს ოკეი თუმცა ნუ გავამახვილებს ნუ ყურადღებას რომ მაინც ჩემი პირადი დამოკიდებულებით წითელი ღვინო ოჰო მაინც აღმატებულია მართლა ჩემი პირადი დამოკიდებულებით კი და ალბათ ბევრიც დამეთანხმება სპეოს წარმომადგენელი არ და პირიქით მეგონა იცი მე თეთრი უფრო მოგწონა წითელი არის წითელი არის ბევრად აიო ჭიქაში როგორც წითელი ღვინო რა ბევრად ელეგანტურია დახვეწილობას პირდაპირ ქნის უკვე ჭიქაში დასმული ღვინო რა წითელი ღვინო ბევრად მიმზიდველია და აი დასტოინი ხო ქართული სიტყვა არა დასტოინი რუსული არა ხო აი ამაყი დასტოინი ამაყიც რაღაცა დასტოინი მენ გამონ ხო მაგრამ ქართული სიტყვისი არ გვაქვს რა ისო ხმა აი ამაყი ჩამოყალიბებული რაღაც ელეგანტური შეიძლება ხო ანუ რაღაც აქამდე ვახსენე ხო გავსად შეესაბამებ მაგრამ ხვდები რა ხო ანუ უფრო ისეთი არის ისედაც მცირედ მოიხმა რა წითელ ღვინოს თვითონ ღვინო არ გაძლევს საშუალებას რომ ბევრი დალიო ეხლა რაღაც უზომოთ რა იმენა თავს გატკიეთ ხო შესაბამისი ესენი მოყვება უკვე რეაქციების მაგრამ გემონური თვისებებითაც და არომატული თვისებებითაც ბევრად მდიდარია კი აი ჯერ მარტო პიგმენტების რაოდენობა აქვს შეფერილობაში ბევრად მეტი ეგ უკვე იწევს იმას რომ ქიმიური და ბიოლოგიური ნივთიერებების რაოდენობა გაზრდილი არის რა და რა თქმა უნდა გემოზეც და მოქმედებს არომატზეც მოქმედებს ამიტომ უფრო დახვეწი ერთი საფეხურით წინ არის აი თეთრ ღვინოს ბევრს დალევ მოიხმა მარტივია ყველგან დასასხმელია შეიძლება რაცა და წითელი უფრო ისეთია რა წყნარი და შვიდი და ელეგანტურია აჰა კიდე როგორი სიტუაციებისთვის არის უფრო ანუ წითელი იდეაში ცოტა უნდა დალევ ჩემი აზრით უფრო ღირებული სიტუაციებისთვის არის უფრო ღირებული წითელი ღვინო აი კონკრეტულად ერთი რაღაც მაგალითად ის დღე რომ გიღირს ან იმესთან შეხვედრა რომ გიღირს ან რაღაცას მართავ სადაც გინდა რომ შენი ინტერესის სფეროს წარმომადგენელი ადამიანები მოვიდნენ ის მეგობარი იქნება თუ ვინც იქნება ის მეგობრები კი გინდა აი კონკრეტულად ერთ რაღაცაზე გაქვს რა რომ წარუდგინო აი მაგალითად ეგეთი ღვინო ჩემთვის წითელი მშრალი არ თქმა უნდა წითელი მშრალი ხო ნახევარტკბილი არის ნახევარტკბილი არა მშრალი წითელი მშრალი რომელია ესე ხო ანუ გამისინჯავს მე ანუ იმიტომ რომ წითელი საფერავები გექნება გასინჯული მაგალითად აი მუყუზანი თუ გასინჯული მუყუზანი გასინჯული მუყუზანი არის ადგილწამოშობის დასახელების ღვინო და უეჭველი არის წითელი მშრალი ღვინო მუყუზნის ზონაში მოკრეფილი ყურძნიდან დამზადებული აი ეგეთი არის ხო და ნუ აი წითელი მშრალი შეგიძლია ყველა ყურძნისგან დაამზადო რა ნებისმიერ ყურძნს დაადუღებ ბოლომდე და შაქრებს დაშლი და მშრალია რა მაგრამ
ნახევარტკბილს თავისი სპეციფიკური ტექნოლოგიები აქვს, სადაც შაქრები ბოლომდე არ იშლება და ესეთი რაღაცები. დატო ან სპეციალურად ხელოვნურად. ხვანჭკარა ხო ნახევარტკბილი არის, წითელი ნახევარტკბილი. ხვანჭკარა მიუხედავად იმისა, ძალიან მაღალი დონის. მშრალი ვერ იქნება? კანონმდებლობით ვერ იქნება. იმიტომ რომ ხვანჭკარაზე არის გაწერილი ესეთი მიღებული მართლა და დადასტურებული, რომ არის ხვანჭკარის ზონაში, მიკროზონაში მოყვანილი ყურძნისგან დამზადებული ალექსანდროულისა და მუჯრეთულის ნაზავი, ასე ვთქვათ რა. უეჭველი ორივე ჯიში უნდა იყოს, ქართული რაჭული ენდემური ჯიშებია, ალექსანდროული და მუჯრეთული, ესე ქვია რა. ალექსანდრული და ბუჯურეთული. მუჯრეთული. ოკეი. ხო და უნდა იყოს წითელი ნახევარტკბილი რა. ხო, მაგალითად მზადდება. ანუ მე რომ მომინდეს ნახევარტკბილი რო არ გავაკეთო, მშრალი არ შემიძლია რომ გავაკეთო? სხვა რამეს დაარქვე, ხვანჭკარა არის. კანონმდებლობით მარტო ის არის ხვანჭკარა რა. თორე ანუ ალექსანდროულისგან და მუჯრეთულისგან შავღვინოებს ამზადებენ. ჩვეულებრივად ამზადებენ. უბრალოდ ხვანჭკარას ვერ დაარქვე, იმიტომ ნახევარტკბილი უნდა იყოს რა. მშრალი ხვანჭკარა რო დავარქვა? ინოვაცია იქნება. ანუ მართლა იმიტომ რომ ხო, ინოვაცია. რაღაც მომენტში მახსოვს. დღეს არის ეგრე მიღებული, თორე ისე სხვათა შორის, ეხლა აი ადგილობრივი ისტორიებიდან, ხალხებიდან, მაგალითად რაჭველები, ძირძველი ოჯახებიდან და რაღაც აი მინდა ისტორია მოვიყო. მაგასთან დაკავშირებით მინდა ისტორია მოვიყო რა. კემპინგზე ვიყავით, მე და ჩემი მეგობრები, რაჭას ვანეთი რომ მოვიარეთ რა. და ერთ-ერთ დღეს უბრალოდ აი ეს ამბროლაუში მივიდიოდით და არ ვიცი რაღაც ბაზარში აღმოჩნდით და ვიყიდეთ ვიღაც კაცისგან ხვანჭკარა რა. მაგის მერე ხვანჭკარა დამილევია ბევრნაირი. ანუ ერთი რომელიც დავლი ძალიან კარგი იყო, მომეწონა, იმიტომ რომ რაღაცა არ ვიცი ქვევში ქონა დაზავებული და რაღაც ახალი ტექნოლოგიებით ქონა გაკეთებული, მართლა მომეწონა. გაგასინჯე კიდევაც მე მგონი ის ღვინო ჩამოვიტანე. კი, გამასინჯე, შეიძლება ადრე გითხარი, უნდა გაგასინჯო. ხო, მაგრამ ნუ მე რო ვნახე, ცოტა ძალიან თბილი იყო. წელი თუ 2 წელი გავიდა მაგის მე. ხო. და ცოტა მოტკბო იყო ეგ დიდათ არ მომეწონა, მაგრამ აი ის მახსოვს. რომ ტკბილიც იყო ბიჭო რაღაც მომენტში რა, მაგრამ შალი იყო ძალიან. და შენც. კი. და აი ის მახსოვს რაღაცა სწავლად, არ ვიცი. ორმა ადამიანმა დავლიეთ 2 ლიტრა პირდაპირ აი ძალიან მარტივად. ლიტრა იმენა ეგრევე დავლიეთ, ისეთი გემრიელი იყო, ისეთი კარგი იყო, არ ვიცი. აი ეს ხვანჭკარა მახსოვს რაღაც ძალიან ინტერესებს, აი სხეულიანი იყო? კი, აი ძალიან. აი იმიტომ რომ ორი მეგობარი ვინც იყო, იმათ ვერ დალიეს თლად ბოლომდე რა, რაღაც ცოტა აი სხეულობად რაღაცა, არ ვიცი. აი ეგეც ახლა ისეთი რაღაცაა რა, ინდივიდუალურ მეღვინეებზე დამოკიდებული. ზოგი მეღვინე მიიჩნევს, რომ შედარებით თხილის უნდა იყოს ხვანჭკარა რა. ცოტა ესეთი თხილის მსუბუქი და ანუ წითელი კენკროვანი, რაც წითელი ხილის არომატები, რაც ისეთი ინტენსიურად და ეს ბაზარი მოდის ეგრე ხო, მაგრამ კონკრეტული მეღვინეების იდეოლოგია არის, რომ შედარებით უფრო სხეულიანი უნდა იყოს. ეს ღვინო რა, კონკრეტულად ხვანჭკარა და ცოტა უფრო ბლანტი. შედარებით რა. ნუ აი მაგაზე მიდის ხოლმე ჭიდილი ასე ვთქვათ რა, რომელი უფრო არის დამტკიცებული ვთქვათ, მაგრამ ან წითლებში შეგივაცება ყველაზე მეტად მოგწონს საფერავი? საფერავი, ხო, საფერავი მომწონს, იმიტომ რომ საფერავი, ხო, რა თქმა უნდა საფერავი მიყვარს წითელ ღვინოებში და წითელ ღვინოებში. კი, ნომერ პირველი საფერავი, იმიტომ რომ აი მე ჩამოგვიყვეს ტოპ 3 დაგვისახელე რა თან რომ ჩვენც ვიცოდეთ წითელში? ანუ არა მარტო ანუ აი ტოპ 3 ღვინო გითხარი ეხლა ყველამ რომ ვიცოდეთ რომ რესტორანში რომ მივალთ მაგალითად რომელი ღვინოები გავსინჯოთ ესე ვთქვათ. აი მე პირდაპირ რომ თან განსხვავებაც და რაღაცა ტოპ 3 დაასახელე რა. საფერავი შენი კუთხით განა რაღაცა. შენი კუთხით. შენ როგორც იმით. მაგრამ მოდი ანუ სპექტრს გავზრდი მაგ საკითხში და ესე ვიტყვი მაშინ რა. საფერავს გამოვტოვებ. საერთოდ მომწი. საფერავს გამოტოვებ? საფერავი პირადი არჩევანია სუბიექტურია? არა, ისედაც ობიექტურადაც ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგება საფერავს, მაგრამ რატო? იცი საფერავი ვახსენე უკვე. რომ ნუ მეთქი მიყვარს თქო და ოკეი. ისედაც ურჩიე უკვე ხალხს, მაგრამ ტოპ 3 სასახელები ისე საფერავის გარეშე? ხო რა. წითელი მშრალი საფერავის გარეშე ვიტყვის 3-ს და წითელ მშრალში ვიტყვი კიდე 1-ს. დაბამატებ
ვიტყვი თეთრ მშრალს ოკეი და ვიტყვი წითელ ნახევარ ტკბილს, მაგრამ ესე იგი საფერავი თუ სამზე საუბარი ეგ ვქნათ. ესე იგი საფერავი მშრალი წითელი პირველი, თეთრი მშრალი. ესე იგი შენ მშრალები გიყვარს და მესამეზე გყავს საყვარელი ნახევრად ტკბილი, ხა? ხო, ну ისედაც ნახევარ მშრალი ღვინოებით საინტერესოა რაღაც ხო, მაგრამ იშვიათად მზადდება ინდუსტრიაში ნაკლებადაა რა. ხო. ანუ იქნებ ნახევრად მშრალის მოყვარული ხალხი არ არის? ისედაც მცირე დიაპაზონი აქვს. ნახეთ თუ მივხვდები, მაგრამ მაინტერესებს. დავაი, გამოვშვი. კონკრეტული მილიგრამებით ისაზღვრება ღვინოში შაქრიანობა რა, ანუ მშრალია, ნახევარ მშრალია თუ ნახევარ ტკბილია რა. ხო. მეცნიერულად და ну მშრალი ხა ისედაც ბოლომდე დადუღდება, ისაც მცირე რაოდენობა რჩება შაქრების და გასაგებია რა, იქ 0.4 მილიგრამი უნდა იყოს მაქსიმუმ და მაგის ქვემოთ სულ მშრალი. და ნახევარ მშრალს ისეთი დიაპაზონი აქვს, ანუ მშრალის და ნახევარ ტკბილის შორის. ხშირად არ ჯდება რა. ისედაც ანუ ძალიან რთულია რომ დუილის პროცესი ისე და კი ძალიან პროფესიონალი მეღვინეები აკეთებენ მაგას, მაგრამ არც არის რა დიდად მოხმარებადი ნახევარ მშრალი ღვინოები და ამიტომ მოთხოვნა და ხშირად არ კეთდება რა. დიდად მოთხოვნადი არ არის. განსხვავება არ არის. ცნობილი არ არის მაინც და მაინც. ხო, იმიტომ ნახე შეიძლება მაღალ ზღვარზე თუ არის ნახევარ მშრალი, ნახევარ ტკბილში გადადის თითქმის. დაბალ ზღვარზე თუა, აივე არჩევ, მშრალი არის თუ ნახევარ მშრალია, ახლა დაჟე ხანდახან მეც გამჭირვებია, რომ მიუხვდარიყავი რა, რომ აი დაბალ ზღვარზეა რა ნახევარ მშრალის სამშრალი. და განსხვავება თუ არის თვითონ ალკოჰოლურ მოქმედებაში მშრალსა და ნახევარ მშრალს შორის? მცირე, ძალიან მცირე განსხვავებაა რა. აი მაგრამ თითქმის მცირე განსხვავება. ეგ მცირე განსხვავება შეიძლება ვიღაცისთვის ძალიან დიდი განსხვავება იყოს. კი, შეიძლება. და ანუ კი და არის ხო? არის ხო? კატეგორია ადამიანების ვის მოიხმარს ნახევარ მშრალს. კი, შეუხედრიანი და ვიცნობი. ხო და აი დროს ავანთით ეს გვეგონა რომ გაკიდებული ქონდა ამას. ხო. ნახევარ ბოლი გავუშვა. აგორ აი ბოლის არომატები მიყვარს ღვინოში სხვათა შორის. ძალიან მაგარია. წითელ ღვინოს ახასიათებს ხოლმე თეთრ ღვინოში ვერ იპოვი ბოლის არომატს. ბოლის არომატი? კი, ბოლის არომატი. აი ეს იგი ძალიან სუკეთებენ და აცხავენ? ანუ ყვამლის ცოტა ისეთი არომატი, აი ხვდები რა, რომ რანაირად არის ეგ არომატი, ანუ რანაირად შემიძლია ბოლის არომატი მოვაქციო ყურძენში? შეიძლება არის კონკრეტული ნიადაგები, საიდანაც ისეთ რა ნიადაგები? ნახე, რაღაც სამბაზი. გეტყვი, ტერუარს გააჩნია, ბზის დაცემის კუთხეს გააჩნია, ვენახიდანაც მოდის, ან მაგას გეუბნები რა. მერე ნახე უკვე დუღილის პროცესში, შეიძლება უკვე იქ საფუარი მიცე ისეთი საფუარის წინა კულტურაზე მაგრამ საუბარი ანუ არა ველური. საფუარი საერთოდ გაინტერესოთ ხო არა? ხო, რა უკაცრავ ცოტა საფუარი სოკოვანი სოკოა რა, საფურის სოკოები. მართლა? კი, რაც აქ ანუ ბუნებრივად ყურძენს, ძირითადად კანის, მარსულის კანის გარშემო. ძირითად შემთხვევაშია, რაც იწვევს მერე უკვე შაქრების გააქტიურებას. და ანუ საფურის დამსახურებით იწყებს დუღილს ზოგადად რა. What the fuck? ხო და მართლა ბიჭო? კი, ეგრე არის და ხშირად ყენდება ზოგადად ღვინო ველურ საფუარზე, ანუ თავის ბუნებრივ საფუარზე, მაგრამ ახლა ვისაც ვინც წარმოებით მიყვება, ვინც ინდუსტრიულად მიყვება ან ასე შემდეგ, ხშირ შემთხვევაში იყენებენ საფურის წინა კულტურას, ანუ ადამიანის ჩართულობით მიღებულ სპეციალურ ანუ საფურებისგან შესაბამის მიღებულ ფხნილს სქემას რა. ხო და გაგასაყრი რომ მან უკვე დაგეთ სხვა კატეგორია წითელ ღვინოზე, მშრალზე სხვანაირი კულტურები არსებობს, თეთრ მშრალზე სხვანაირი, ნახევარ ტკბილებზე სხვანაირი, შამპანიურის სხვანაირი, ან ცხრიალა ღვინოების სხვანაირია. ასე შემდეგ რა, აი სხვა სახის საფურები არსებობს, მან უკვე შენ როგორ დაარეგულირებ რა რაოდენობით მიცე ანუ ეგ გემოზეც მუშაობს, არომატზეც მუშაობს რა.
თუ სხეულზეც მუშაობს, რა თქმა უნდა და მართლა არ ბოლის არომატები ძირითადად არის. ბოლის არომატები საიდან დავთქვა? ხო, და ბოლის არომატები უფრო ყურძნისგან თვითონ ყურძნის გასაქანიდან მოდის. გასაქანი ნახე. რა შესაძლებლობა კონკრეტულ ყურძენს რა? ოღონდ ნახე ადგილს მაგითო გითხარი რა, სხვა ადგილზე მოყვანილი საფერავი განსხვავდება. სრულიად განსხვავდება რა. ამიტომ არის გამოკვეთილი თუნდაც მიკროზონები, სადაც სპეციალურად შესაბამისი ზონისთვის იძლევა იდეალურ მოსავალს და ყენდება განსაკუთრებული ღვინო რა. ვიდრე თუნდაც გვეძლევა 10-15 კილომეტრში შესაბამისი ტერუარი რა. ეგეთი განსხვავებები ბევრია და საუთ. მაგხელა რაღაც უკვე მე ნახე ტექნოლოგიურად რა პროცესებს ჩაატარებ ღვინოში. მაგასაც მნიშვნელობა აქვს რა. ქვევრის ღვინოებშიც აღმოაჩენ წითელ ქვევრის ღვინოში ბოლის არომატს. და შეიძლება კლასიკურშიც აღმოაჩინო, მაგრამ მცირე ჩემი აზრით პროცენტულობა. ჩემი აზრით მაინც ვერ მითხარი ბოლის არომატი საიდან მოდის? თულია. ანუ ბოლის არომატი მე როგორ წარმომიდგენია, იცი რომ აი მაგალითად ღვინო რო დუღდება, შემოგდებული არის საფერზე რომ გააჩნია დავარებას და მე ანუ შეხო ამიხწერე მოდი ერთ წამს ბოდიში რა, ანუ შევაჯამებ რაღაცნაირად რა, ანუ შეხო ამიხწერე რომ ნებისმიერი ვაზის მტევანი თუ ჭირი თუ რა თქმა უნდა იყოს ეს რაღაცებს აგროვებ, რომელზეც ადუღებ მერე აგროვებ, ხო დაწურო ყურძენს. ხა ხო მიყვება, შეიძლება მთლიანად დაწურო და მთლიანად ჩააყოლო. რაში წურო როგორ დანადგარი არის? ყურძნის მიმღები ბუნკერი, ესე ქვია რა. რაღაც ესე მათკუთხედი ფორმის სივრცე, მაგალითად, ნუ სხვისგან არის თუ რკინის? უჟანგავი ფოლადი რა. უჟანგავი ფოლადი, ოკეი. და მანდ როგორ წურავ? ფილმებში რო ვიცით, ფეხები წურავენ. ეგ ეხა კი, ეგეთ რაღაცა შეიძლება ხა ჩვენ საწნახელი მქონდა საქართველოს მაგალითად ჩადგებოდი ფეხით. ხო, მაგრამ დიდ წარმოებებში ან მეღვინეობებში დღევანდელი ტექნოლოგიით რა თქმა უნდა უკვე იყენებენ უჟანგავი ფოლადის ტექნოლოგიას. ოკეი. დაიწურა. ამ მარტკუთხედ კონტეინერში. რაღაცაში. მერე? ნუ ზომები სხვადასხვა ხდება. ხო. შენზე დამოკიდებული ზომა იქნება. გატარდება უეჭველი ისეთ იმაში, სადაც ეს ყურძნის ისინი ყველაფერი წნეხება მერე უკვე და არის ესეთი თემა შეიძლება იყოს თვითნადენი ფრაქცია, ან ახლა რასაც ბუნკერში ჩააგდება და გამოიწურება. აი ეს არის ყველაზე, ასე ვთქვათ, მაღალი ხარისხის სითხე რა. დედა სითხეა ჩათვალე რა. პირდაპირ თავისი ბუნებრივი სითხე გამოაქვს და ის იწყებს მე დუღილს რა, მაგრამ არის დახმარებით მაგალითად წნეხის დახმარებით რა, ანუ უკვე წნეხში ამყოფებს. წნეხში ამყოფებს თემა არის რა, ხო სპეციალური საღვინე წნეხები არის, ეს ღვინის დასაყენებელი წნეხები არის, სადაც უკვე ყურძნის ჭაჭა შედის, თავს კლერტით ყველაფრით სითხით და კიდე ერთხელ იწნეხება და კიდე ერთხელ გამოაქვს და მეორე წნეხსაც უკეთებენ ხანდახან გააჩნია უკვე შედარებით დაბალი ხარისხის ღვინოებში გამოიყენება რა. ანუ ესე იგი ეს ყველაფერი ტარდება ახლა სანამ ერთი კაი სითხე არ მიიღება მთელი, ხო? ხო, ან მათი ერევა კუპაჟიერებაც შეიძლება რა თქმა უნდა. აი ან პირდაპირ შეიძლება ის ფრაქცია გამოიყენო ცალკე ღვინოს და ეგრე რა. საინტერესო. კი, ღვინო მასალები და საინტერესო. ბოლის თემა მაინც ვერ მოვიდა. ხო, შეიძლება კასში დავარგებაზე ლაპარაკობ. შეიძლება კასში დავარგების პერიოდმა მაგალითად 12 თვე და დატოვო კასში, შეიძლება 6 თვე დატოვო. ის უკვე თავის შესაბამის არომატებს აძლევს. კასრი მაგარი არის, იმიტომ რომ ბუნებრივი, ანუ ხე არის კასრი, მუხის დამზადდება. თან სუნთქავს რა და ჟანგვაღდენითი პროცესები მიმდინარეობს. უფრო არბილებს ინტენსიურს ხდის ღვინოს ძალიან მაგარ პროცესებს უკეთებს რა მუხაში დავარგება და მაგას შეიძლება მანდ უკვე ინტენსივობა ამდენი მაგ დროსაც კი შეიძლება აი საფერავმა აიღოს ბოლის არომატი ასე მივხვდი ხა ბოლის არომატს ხო აი პროცესებზე დავარგების პროცესებზეა ხო შეიძლება დამოკიდებული ეგეთაც შეიძლება აი ერთ კონკრეტულ მომენტში მაგგვინოს ეგ არომატი როა აი ეს 2 წელი გაქვს მე ბოთში ჩამოსული აძველებ რა აღარ კონდეს რა ის არომატი 2 წლის წინ
იმ მომენტში აიღე იგზენი რა. ძალიან საინტერესო საუბარი შედგა. ძალიან ბევრი რაღაც გავიგე გვინდა. ანუ უფრო განვითარებული იყოს ის არომატი და უფრო ესეთი რა. ეგეთ საინტერესო ამბავია. ანუ მე მართლა არ ველოდი. ანუ ვიცოდი რომ ესეთი ტექნიკებით ყენდებოდა ღვინოები, მაგრამ ეს დაწვრილებით მართლა არ ვიცი. სწავლა, ანუ და ეს არის მე მგონი ვაფშე ყველაფერში, არა ყველაფერი ეს ძალიან საინტერესოდ კეთდება და რამდენი სიღრმები არსებობს ახლა რაღაცეებში. მე ჩემ პერსპექტივით ვარ. აი შენი პერსპექტივა ხო რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, შენი პერსპექტივით მოთქვა და შენ რამდენი თემაზე საუბრობთ ხოლმე მე და შენ მაგალითად რა და ხო ვიცი რაღაცაში შენ საქმეში მით უმეტეს ძლიერი ხარ, აკეთებ, კარგად გამოგდის და თან ახლა აი დამატებით ინტერესის სფეროები რო გაქვს ხოლმე და იმაში განვითარებული ხარ რა გევასება, კარგად აკეთებ, გამოგდის, ხო ხდები რა და აი მანდაც კი ამდენად ბევრ სიღრმეს ჩადიხარ შენ, ვიდრე ჩემი თვალსაჩინოებიდან რა. არა. მე ხა გეტყვიო მაგარია, ასწორებ შეჭირა ეგეთი თემა. მომწონს რო ვაკეთებ, მაგრამ რაღაცასო კითხავ, ერთსო კითხავ, ოსო კითხავ, ცემბასო ხვდები რომ უკვე რაც არის ხო, მაგრამ ხა რაღაც და აი წარმოიდგინე კიდე სიღრმისეულად რანაირად რაღაცა იცი და ძალიან ბევრი. ეგეთი საკითხი. და ანუ ღვინო ერთ-ერთი სხვადასხვა კარგი სალაპარაკო თემა იყო. გასახსნელად მით უმეტეს დასაწყებად. ხო. მე ხა ობზერვაციას ხო და აი წეგან კითხე შენ როგორი ღვინო გინდაო შენ აწარმოო და პირველ რიგში ვიტყვი რომ ანუ უსაზღვრო ემოციების მომტანი ღვინო მინდა ვაწარმოო რომ ადამიანს რომელიც გასინჯებს და დალევს მაქსიმალურად დადებითი ემოციები მიცეს. გონება გაუხსნას, ხასიათი მიცეს. ეს იამონოს ლაპარაკი სხვა ადამიანთან. დროზე ზედმეტად არ იფიქროს, იმიტომ რომ რაღაც ის არ უხდება ღვინოს დადებითი ემოციებს, სასიყვარულო ემოციებს ან რაღაც მე ხო ხდები ეს ხო? დრო და რეგლამენტი. ხო, რა, ეგ უკვე ესეთი რაღაცა. გადარჩი კიდე დამისხი. მაგრამ მე სიამონა. ძალიან სიამოვნო ღვინოა კი. და გამიხარდა რომ მოგეწონა, ვიფიქრე რომ ამ ღვინოს უფრო მოგაწონებდი, ვიდრე სხვა რაღაცეებზეც ქონდა, რომ წამომიღო, გასასინჯათ, მაგრამ შენ ვიცი რა ღვინოებიც გაქვს, ხო? აუცილებლად მილიონერები გავხდებით. შენი ღვინო, რავი, ხა ის აღწერა, ის ელექსირია, ხო? მე მილიონერი გავხდები, პირველი გასაფორტა ფეგრით დავაი გავაკეთოთ ეგ ელექსირი, მე მინდა პირველი და გამოვუშვი. იმიტომ რომ მართლა ამჯერად ღვინო არ დაგვილებია რეალურად. აი ბავშვობაში რო გავიხსენოთ რა, აი კი ვღლაპუცობდით ხოლმე და რაღაცა და რაღაცებს ყვიროდით ხოლმე რა, მაგრამ ეგ იყო, ანუ ეგ თავისუფლება მოგცა, ეგ ემოცია მოგცა, რომ გვეხალისა იმ მომენტში გვესიამოვნა ერთმანეთით და მართლა რაღაც ან სასწაული ელექსირი. მაგრამ მესმის ამის უზომოდ სიყვარულიც ადამიანების მხრიდან ხოლმე, მაგრამ როგორც ყველაფერი მგონია რომ ზომიერი, რა თქმა უნდა, ბალანსი მაგარი სომელიების თემატიკიდან გადმოხედავ და მეღვინეების თემატიკიდან რა. ღვინის შეფასებაშიც მნიშვნელოვანია ბალანსი. ძალიან რა, არ ზეგმეტად ჟავიანი არ უნდა იყოს ღვინო, არ უნდა იყოს რა ხა. შეიძლება კონკრეტული ღვინო მასალა გაძლევს მაგას ან კონკრეტული ჯიშს სახასიათებს მაგალითად ჟავიანობა და ეგ ოკეია მიღებულია ყველასთვის, მაგრამ ბალანსი მაინც სჭირდება რა, აი დაბალანსებული გემო და ჰარმონია ძალიან მნიშვნელოვანია ღვინოში რა. ხო, ხდება ეს. ბევრად სხვანაირად გაჩვენებს უკვე ღვინის შეფასებას და მიყავხარ პირდაპირ დადებითისკენ, რომ აი მეტად დადებითს გალაპარაკებს კონკრეტულად ღვინის შეფასებაზე რა. ვიდრე ცოტა დისბალანსი შეამჩნე უკვე მაინც გახსენდება, შეიძლება ზად იქონდეს რამე ნაკლი იქონდეს ღვინოს რა. შეიძლება პირიქით ისეთი ალკოჰოლური შემადგენლობა ქონდეს, რომ ხო, ალკოჰოლის ზედმეტობაც არ არის მაინც და მაინც კარგი. 40% აღებული ნომინალი, ხო, რაღაც. აბა. ეგ მაღალ ალკოჰოლში. მაღალ ალკოჰოლ სასმელებში არის 40%, ოღონდ მანდაც ყველაზე არა რა. ზოგზე 27 ნახევარია, ზოგზე 40 შემდეგ. ღვინოში ნახე 10.5-ზე მეტი როცა არის უკვე იწყება მაქეა ნაცვლა და
ეს ჩარჩო ხა დიდად ჩარჩოები მაინც და მაინც ყოველას თავისებური ისაა ხო? არა აქვს განსაკუთრებული ჩარჩო, მაგრამ მიღებულია აი 11 9 ზემოთ 13 ნახევარი ყველაზე ისეთი სასიამოვნო მითმევადი ღვინოები თორე და გამისინჯავს 14-იანის, 15-იანის და სხვათა შორის ძალიან მაგარიც არის ხოლმე და თავისი ნიშა აქვს მაგ ღვინოებში. ხო, არა იქ თქო. აი რაოდენობით ნაკლებია შედარებით და უფრო ხშირი არის აი ესე 11-დან 13-ის ჩათვლით რა. 11-13 გრადუსი საყო. მომენტ იდეაში ანუ იდე ბევრსო. როგორც ესეთი. ვიდრე რაც უფრო დაბალი აქვს და მეცდალე აი წითელ საფეავს ახასიათებს. საფერავი ბევრჯერ გამისინჯავს. რამდენიმე კაი მეღვინე მახსენდება თან ვინც ესე ხმარობს, ესე აყენებს 14 ნახევარი 15 როგორ ღვინოები გამოდის იცი აი საოცრება არის რა აი რო ჩადის სხეულში ღვინო კრიცონო იმენე შეხო გწნო აი პირდაპირ შემოდის შენში შემოდის ეგრევე და ანუ ალკოჰოლი მან ნახე მან კარგი ის არის რომ ის მეღვინე ისე აბალანსებს მაგ ღვინოს რომ ის 15 ალკოჰოლი პირდაპირ ტვინში არ გიტყავს ეს ანუ გემოვნულად დახუნძლულია აი წერას საუბრობდით რა მაღალი შემადგენლობები აქვს არომატულად სასიამოვნოა ჰარმონიულია და უკვე აღარ გიჩვენს რა ის რომ ერთ ჭიქა so დალე 15 გრადუსი მაღალიეთი ტვინს არ შეიძლება მაგრამ ერთ ჭიქას დალე როგორმე გაუკაჩავ რა ერთ ჭიქას დალე ხო რა თქმა უნდა მაგრამ სოცა ერთბოთსაც დალევს მაგრამ მოდი უცოდ кайხსენე ახლა შენს გამოცდილებაში შენს მუშაობის პერიოდში ერთი დღე როცა ყველაზე მეტი ღვინის დალევა მოგიწია რამდენი შეიძლება ყოფილიყო ჭიქებით რო გითხრა აი ამ ჭიქა ერთხელ იყო დალი ერთ დღეში და ანუ დაგროვებული მომიწია სადეგუსტაციო ღვინოების რა აი მივიღო ღვინოები რესტორანში რა რაღაც კონკრეტული პრობლემების გამო დაგროვება მომიწია და ბევრმა მომიტანა ღვინო რა თავისი ღვინო რა მეწარმეებმა რომ სარეალიზაციოთ რა რაღაც ისე მაშინ ვაინოტში მუშაობ ხო და ისე მომიწია რომ არ იყო შესაბამისობა და დაახლოებით დაახლოებით ზუსტად მახსოვს რა ზუსტად მახსოვს 45 სხვადასხვა ღვინის გახსნა და დაგემოვნება მომიწია ხატაო 45 ოდ მარტო მე ანუ ხავდა ადამიანები ვისაც ესაუბრებოდი აქ თემაზე და ვარჩევინებდი რა რა თქმა უნდა მე ვიყავი წამყვანი მაგრამ რა ამბავი 45 კი მომიწია ერთხელ საო ისე დეგუსტაციებზე ხშირად არის ხოლმე რა ეხლა თუნდაც ეროვნული კომისია როცა ახალ ღვინოები შედის დასამტკიცებლად წარმოებაში ჩაეშვას ეგ ღვინო იქაც არის ხოლმე ბევრი რაოდენობები ან თუნდაც სხვადასხვა სივრცეში შეიძლება რა მოხდეს 20-30 ღვინოზე არის ხოლმე ხშირად ანუ ეგ უნდა კაჩავდეს რა ეხლა დეგუსტატორი მაგრამ ისე არის თლად კაი რა ბევრის ერთად იღლება რეცეპტორები იღლება ხო აბა და შეიძლება ცნობილებებიც მოგცეს არის რა თქმა უნდა ჯობია ცოტა რაოდენობა და იდეალურად შეაფასო რა რა თქმა უნდა გეთახმები მაგაში 100% საულცმო კარგი საუბრები გამოგვივიდა მაგრამ გასა ესე გავაკეთოთ ხოლმე ხშირად ძმაო ნებისმიერ თემა აიღე ტოპიკი ილაპარაკე რადგან ძალიან მაგარი გამოვიდა. კარგად ახსენი ყველაფერი მომეწონა. შეიძლება დაგვალოთ რა. ხო, ანუ რისი ახლა შესაძლოა გეძლევა ხო? ყველაფერი რო დაიწყო რა. თან ისე გამოვიდა რომ აი ერთი თემა ისეხსნი და აი სამი გახსენდებოდა კიდე სალაპარაკო და აი მე რამაზე გადახტები, იმაზე გადმოხტები. ხო რა, და ამდენ თემაზე გადავედგაზოვით შევცვალეთ, მას აი ჩემს კარგად ჩავსვით რა. არა, ძალიან და იმიტომ დაბრუნებაც არ გვავიწყდებოდა თემაზე. კი. და ეგა ყველაზე მაგარი რა. აი ეს ციხე საო. Cheers to that. ჩვენ გაგვიგოჯოს მართლა. ეს გახსნისთვის, მე მგონი პირველი ვიდეოსთვის ძალიან კარგი იყო, კარგი საუბარი გამოვიდა.
და იმედი მაქვს რომ ეს გაგრძელდება მართლა ძალიან მომეწონა ეხლა აღვიქვი რა იცი ჯორგანის პოდკასტი ხო იცი ხო მაგას ხო მოყავს ხოლმე ეს ნომინალური ადამიანები და ყველა ვინც რა ვიცი სელებრიტები არიან და ზიან და ლაპარაკობენ და ერთ-ერთი პირველი იდეა ის პოდკასტის შექმნა რომ მინდოდა ანუ ნებისმიერ სივრცესაც არ უნდა გაიხედო ვინმე თუ ესეთ საუბარს აკეთებს რაღაცა სელებრიტების და ვიღაცებზე რა ხო აი დავფიქრდი რა და ბიჭო მეთქი სელებრიტები არ მკიდია ანუ ითიაში რომ დიდები ვართ რავი 26 წლის უკვე ისეთი ასაკი გვაქვს რომ გვეთქმის რომ ძალიან დიდი ცხოვრება გვაქვს გამოვლილი და ან ბევრი გამოცდილება მივიღეთ ბევრი რაღაც მისწოლა და ბევრი რაღაცა გვინდა კიდე რომ გავაკეთოთ რა და ანუ გადავხედე ჩემს სამეგობროს და მართლა ძალიან საინტერესო ხალხი ყავს მით უმეტეს ეს ერთ-ერთზე სასაუბროთ რა ეხლა მე და შენ ესე ასე თუ ისე ყველა თავის სფეროში რეალიზებულები ვართ ასე თუ ისე და ყველა შეუძლია თავის სფეროზე საუბარი მინიმუმ და მე უკვე ზოგადზეც რა ეხლა ამდენ რაღაცას შეგვიძლია ხო ვილაპარაკოთ ჩვენი აზრებით მე რა მომეწონა ეს მათემატიკა მომეწონა რომ ანუ ესე რომ დავჭიქთ ეხლა ანუ რა გვაქვს ხო განათება რაღაცა მოვაწყეთ სიტუაცია რაღაცა მოვუჯექით და დრო დავიწყეთ ლაპარაკი ისე წავიდა ისე გემრიელად წავიდა ლაპარაკი რომ მართლა ფოკუსირებულად სრულიად ყველაფერი ჩამოყალიბებულად გავიგე რა რაც ვილაპარაკეთ და ეს ამ გარემომ შექმნა და ეს მომეწონა ძალიან გარემო არის აი კანფეტივით გარემო არის მინდა გითხრა აი ძალიან სიმყუდროვე და საყოველად მოვჭიქით ძალიან აუ ჩვენიერი გარემო და რაღაცა თავსახლური გარემო თავისუფალი რა და წეგან ახსენე კიდე აი ეგ მომწონს მაგრამ რა ანუ აი საპოდკასტო სისტემაში კარგი რაღაცის იდეით იწყებ რა და რაღაცას ნერგავ რომ ანუ აი საჭირო მაინც ამის უეჭველი ცნობილი და ანუ ხალხი მაგითი მიიზიდო რომ აი ვინმე გამოიყვანო ვიც არა ეგ არის იყო მიზანი არა ვიცი შენ ვარ იყო და მაგას ვიძახი რომ ეგ არის ფორმატი არ მოუძებნე თავიდან და ერთ-ერთი ნოვატორიც იქნები ჩემი აზრით მაგ საკითხში რა ხო ანუ შეიძლება რა ჩვეულებრივი მართლავე უცნობი ადამიანი ისეთი საინტერესო ტიპი იყოს და ისეთ საინტერესო რაღაცებზე საუბრობდეს ჩაწერე ისაუბრე რა აუ გაიცანი ჩამოვთვლი გაიცანი რა ეგეც ხო საინტერესო რა გაიცნო რა კი არის რომ და გაიცნო მაგაზე მაგარი ახალი რაღაც აღმოჩენას მაგარი არის რამე ადამიანისთვის ცოტა არაფერი მე მგონი არაფერი მართლა არაფერი იმიტომ რომ ნახე რა არის ყველაზე საინტერესო ახლა ესეთ საუბარში რა შენ რო ახლა მიყვებოდი შენს გამოცდილებას ხო დაუშვათ ვართ სკოლაში და აი უნივერსიტეტში ჩავაბაროთ იგივენაირად მე რო ჩამებარებინა შენ რაზეც ჩააბარე და მე ცხოვრა შენი ცხოვრებით. ანუ მე ჩემს ცხოვრებას ხო ვეღარ ვიცხოვრებდი რა. ამიტომ გაიყო ხო? ანუ შენი ცხოვრებით, მე ვიცხოვრე ჩემი ცხოვრებით. და ეხლა რომ მოხვედი და ეს ყველაფერი რომ მომიყევი, ანუ შენი გამოცდილება თლიანად რაღაცნაირად ისე გადმომეცი ჩემს გამოცდილებისთვის, რომ მე რო ნებისმიერ საზოგადოებაში არ დავხვდე რა. ანუ ამაყად დავდგები და თან რაღაცებს ვიტყვი და ციტატებს მოვიყვან შენი სიტყვებიდან და ისე ვილაპარაკ რაღაცებს. ეს ძალიან საინტერესოა, ძალიან მომეწონა ეხლა და მით უმეტეს ახალი ადამიანი რომ მოიყვანო ხო, რავი. და რამდენი ადამიანს ვიცნობთ და არ ვიცნობთ ბოლომდე კიდე. ძალიან საინტერესო. მით უმეტეს ეგეც ჯერ რო იცნობ და იმასაც არ იცნობ კიდე ბოლომდე ეგეცა საინტერესოა, რამდენი საერთოდ არ იცნობ ხა. და არ არის აუცილებელი მაგრამ ზოგადად მარტო წარმოდგენა გქონდეს ან რაღაცა. და ეხლა რაზე ვილაპარაკეთ რა, აი ღვინო რო გაწიო გვერდზე რა. იდეაში ხო ჩვენ ცხოვრებაზე ვილაპარაკეთ. ჩვენიდან დანახულ კონკრეტულ საგანზე რა. იგივე. საინტერესო. მომეწონა ძალიან. მადლობა ამ საღამოსთვის. მე მგონი ამ საღამოსთვის და წარმატებების, ხო? გაიხარა ასე. მაგარი საინტერესო. ასე. მიმდინარეობა ცარი და საქმე შენთვის და წარმატებებს გისურვებ რა. მადლობა. თან მაგარი რაც გამახსენდა ბოლოს. პირველი ვიყავი სტუმარი. კი. მაგარია. ხო და შემდეგ სტუმრებსაც წარმატებებს უსურვებ. თორნიკესთან ერთად. ვინც მან დაჭდება ხო? ანუ შენ გახსენი მან ჯდომის. მე გახსენი. ეს სპრინტი დატოვე. კაია, ხო? პირველიო მაგარია და. აბარა. მასიამ. ეს ტრადიცია რა, ძალიან ბევრი ჯორნე მიაჭახუნა, სხვა ერთ არ გამოდის. კაი, საათ და 5 წუთია რაც ვიღებთ. მე მგონი ჩავყუროთ უკვე. და შენ შევაჭამოთ იქით. და შევაჭამოთ. Stop recording.
მაინც. ესე არ მინდა სადასრულო. ჩამოასხი. ვახტანგური ხო გიჭირ. ჩამოასხი. შენ დაისხი მთავარი. კაი. ვოიმე რამდენია გას. აუ. უნდა გაგითანა ბრო ეხლა ისე არ გამო. დაგვერხა. ნელა გადავდივარ ქართულ სუფრაზე. ეხლა გამოვიდა. ცოტა ოღრაშობები გვეთუ. მეგობრებო, ვინც აქამდე უყურეთ ჩვენს ვიდეოს, ძალიან დიდი მადლობა. ესე იგი ძალიან დიდი პატივს გცემენ, საათი და 5 წუთი გვიყურებდნენ. კი, მადლობა უცილო. დიახ. გაგიმშვიდობებით დღეს ამ თემით. მადლობა რომ იყავით ჩვენი პირველი ვიდეოს მაყურებლები და გელოდებით შემდეგში უფრო და უფრო საინტერესო თემებით, რომელსაც ზურა არ დაეკარგება, ეს პირველი კი იყო, მაგრამ ბოლო არ იყო, რა თქმა უნდა, ის აუცილებლად შემოგვიერთდება კიდე ყოველ შემთხვევაში შეიძლება უკანაც იდგეს და ისე მოისმინოს ნებისმიერი საუბარი, რომელიც შეიძლება კონკრეტულ ადამიანთან შეიძლება რენდომ ჩაწერაზე ეხლა ვინო შემოვიდანე, აი ეგრე შემოვაწოდო, არც ეგ არ იქნება გასაკვირი. ხო შეიძლება იყოს ესეთი საკანი, რომელიც გაინტერესებს და ის ადამიანი, რომელიც ლაპარაკობს მასზე, დაჭდა და მოისმინა ლაივში. იქნა შეიძლება კითხვებით გამოუშვა და საინტერესო ექსპერიენსია ერთი რასაც ვიტყვი, სანამ დავამთავრებ არის ის, რომ სანამ დავიწყებდი მსგავსი რაღაცეების კეთებას, ყოველთვის ვიყავი თავში ჩაფიქრებული, რომ აუ ეს როგორ გავაკეთე, ის როგორ გავაკეთე, ეს როგორ გავამივა, ვილაპარაკებ თუ არა ნორმალურად და რაღაცა. ძალიან ბევრი ფიქრი მიშლიდა ხელს რომ გამეკეთებინა ეს რა. და ეხლა დღეს რო გავაკეთე, ძალიან მესიამონა. ძალიან კარგი რაღაც დასაწყისია. შეიძლება ბევრი შეცდომა აქვს ბოდიში, შეიძლება ბევრი შეცდომა მაქვს, შეიძლება ბევრი რაღაცები ვერ თქვი და ვერ გავაკეთე ისე როგორც პროფესიონალურ ლეველზე აკეთებენ, მაგრამ ხო გავაკეთე რა. და მე ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერ რაღაცაში. თავარია რომ გადაწყვიტე რა ცადე რა. დაიწყე. თან შენ აგე გიცნობ ბავშვობიდან და არ გეშლებაც და რა და კაია რა. რომ დაჟე უფრო გაგი მძაფრდა ცდის გრძნობა რა. დღეს უფრო აი 100 ჯერ უფრო მინდა რომ გავაგრძელო ამის კეთება. კი და მაგარი. ძალიან მესიამონა. მადლობა. წარმატებას გისურვებ. მადლობა თქვენ. კარგად შევხვდებით მომავალში. კარგად, მადლობა.